მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წინა ვიდეოზე ჩემ თხოვნასთან დაკავშირებით რა გაშლები გამეკეთებინა და რომელი რიტუალი გაინტერესებდეთ, მომწერეთ და დამეხმარეთ იმაში, რომ ასე თუ ისე მივყვე თქვენს სურვილებსაც და ვიმუშაო ისე, რომ თქვენც იყოთ კმაყოფილი ჩემი მუშაობით და მეც სიამოვნებდეს, რომ რაღაცით გეხმარებით. მადლობა, მადლობა, მადლობა. დღევანდელი გაშლა ნატურაც ესეთი ცოტა ისეთი შეება ძიმეც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ საინტერესო უნდა იყოს. ყველა ადამიანს ყავს ისეთი ახლობელი გარდაცვლილი, რომელიც ჩვენთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ხო, ჩვენს ცხოვრებაში. მე სამწუხაროდ აღარც დედა მყავს და აღარც მამა და ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყოველთვის, რას მეტყოდნენ და რას მირჩევდნენ ისინი, ან როგორ ხედავდნენ ჩემს მდგომარეობას, რომელსაც შეიძლება მე ვერ ვხედავდი ჩემი გზიდან გამომდინარე და თქვა გვერდიდან, როცა ისინი უყურებდნენ ამ ყველაფერს, უფრო კარგად ამშვენდნენ, რაში მჭირდებოდა დახმარება და რჩევის მოცემა. ანუ ვიღაცას შეიძლება ყავდეს ბებია-ბაბუა, რომელიც ასევე რაღაც დაკავშირებულია თქვენ, ხო, ანუ ყველა ადამიანს ყავს ესეთი ადამიანი, ხო, ანუ არ არსებობს და თუ არსებობს ძალიან კარგია, როდესაც ყველა გვერდში ყავთ ნამდვილად, ანგაზე ბედნიერება არ არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ ვნახავთ და ამაში დაგვეხმარება ორაკული, სავსემთვარეობის ორაკული, რომელიც ძალიან საინტერესოდ დაგვანახებს, როგორ გვხედავენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ და აღარ არიან ახლა, მაგრამ როგორ გვხედავენ იქედან, სადაც არიან თავიანთ სამუდამო სამყოფელიდან და რა რჩევას მოგცემენ, ხო, ანუ როგორ შეიძლება გამოვიდეთ რაღაცა, ვთქვათ, ანუ თუ რამე პრობლემას ხედავენ, შესაძლებელია სულაც არ ხედავენ პრობლემას და ძალიან კარგადაც გხედავენ და პირიქით გვიწონებენ, რომ ძალიან კარგ და სწორ გზაზე ვდგავართ, ხო? ამიტომ აი რაღაცა ესეთი სახის მინდა გაშლა გავაკეთო. იმედია, ვინმესიც ძალიან საინტერესო ინფორმაციაც იქნება და რაღაცაში დაგეხმარებათ. ყოველ შემთხვევაში მე გულწრფელად ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად ისედაც მაქვს კონტაქტი ხარ ჩემ მშობლებთან, ესე არ არის, რომ გაწყვეტილი მაქვს, მიუხედავად რომ ფიზიკურად არ არიან ყოველთვის სიზმრებში და ისედაც ვახერხებ კონტაქტს, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე, რომ რაღაცაზე შეიძლება მიბრაზდებიან და მიწევს ხოლმე მე ტაროს დახმარება, რომ რაღაცა სად დავუშვი შეცდომა, რომ იქნება ესე მაინც მივხვდე ხოლმე. კარგით, აღარ დაგასვათ დროს. თითოეული თქვენთაგანის დრო ძალიან მნიშვნელოვანია, ასე რომ მე დავიწყებ ახლა გაშლას, ნახოთ. მოდით ტაროთი ვნახოთ, ჯერ რაღაც ესე უცებ ვფიქრობ, რომ ჯობია, რომ ტაროთი ვნახოთ, ვინ არის, ანუ ვინ მოვიდა, როგორი ადამიანი არის, ხო, ის წასული ადამიანი, რომ უფრო კარგად მივხვდეთ, ვის არის ეს გაშლა ყველაზე კარგად, ვიზე რეზონირდება. მოდით ვნახოთ ჯერ, ვინ არის ის წინაპარი, ვინც მოვიდა, ის ადამიანი, ვინც მოვიდა ჩვენთან ახლა ამერაბდეს სასაუბრად. მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში იყო ძალიან დიდი შანსი, ძალიან დიდი დახმარება, ადამიანი, რომელთანაც ნებისმიერ დროს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგეძლოთ მისულიყავით, გეკითხათ რჩევა და არასოდეს არ დარჩებოდით უპასუხოთ, ხო? მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი საკმაოდ გამოცდილი ადამიანი იყო, გამოცდილი ცხოვრებისეულად, საკმაოდ განათლებული და ეცით როგორი მომენტი მოდის კიდე, რომ შეიძლება ადამიანს სულაც არ ქონდა ესეთი რაღაცა შემოსავლები, მაგრამ
მე ვიტყვი რომ ამ ადამიანის ხელში რატომღაც ეს თითქოს აი ესე არ ვავხსნა ნახეთ 100 ლარი რომ მოგცეთ ახლა ადამიანმა შეიძლება ეს 100 ლარით თქვენ ერთ დღის საკვებიც ვერ მოიტანოთ ხო სახში არის ეს მომენტი და ამ ადამიანს ამ 100 ლარით შეიძლება მთელი თვის განმავლობაში რაღაცა მთელი ოჯახი შეენახა ხო აი და კიდე გადაედო კიდევაც თანხა ხო აი რაღაცა ადამიანს ქონდა ძალიან ისეთი ბარაქიანი ხელი ესე ამბობენ ხოლმე ამბობდნენ ხოლმე წინაპრები აი ბარაქიანი ხელი მქონდა ხო ადამიანს საკმაოდ ისეთი თქვენი დამხმარე, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში იქნებოდა თქვენთვის რაღაცა აი არ ვიცი, როგორი დახმარება, არა აქ აი ხო გემთ მატერიალურადაც, მორალურადაც, ხო აი რაღაცა ძალიან ისეთი გვერდში დგომის მდგომარეობა. ადამიანი რომელთანაც ძალიან ისეთი სწორი დამოკიდებულება ჰქონდათ, მე ესე ვიტყოდი რომ თქვენ ძალიან ენდობოდით ამ ადამიანს, ნახეთ, ენდობოდით რა კუთხით. ნუ ეხა აქ ჰქონდათ როგორი ურთიერთობა, იცით, როდესაც ნებისმიერ თქვენს მდგომარეობას ამ ადამიანს ყოველთვის გაუმხელდით, ხო? აი, თუნდაც შეცდომა დაგეშვათ, თუნდაც რაღაცა ესე არ ყოფილიყო, ყველაფერზე შეგეძლოთ ამ ადამიანთან მისვლა, საუბარი და რაღაცა galageba ხო აი თითქოს ეს ადამიანი თქვენთვის როგორი მომენტია იცით აი როდესაც თქვენ მასში ხედავდით არა მარტო თქვათ რაღაცა აი უდიდეს მეგობარს, რომელსაც საკუთარ თავსაც ხედავდით, ხვდებით, ნახეთ, საკუთარ თავსაც რა კუთხით ის, აი, როგორც საკუთარ თავს ენდობით, ხო, როგორც საკუთარ თავთან განიხილავდით ნებისმიერ რაღაცა მდგომარეობას, ხო, ყველას აქ ხარ, რომ ხანდახან არის, რომ მშობელთან რაღაცას ვერ ვამბობთ, ან ბებია, პაპა, ბებიასთან ხო, ან თუნდაც მეგობართან, აი, რაღაცა პატარა დამალული თითქოს ყველას აქვს თავისი, ხო, რაღაცას უბრალოდ სერცხულის გამო ვერ ამბობს, რომ აი ეს შეცდომა არ უნდა დაეშვა, ხო ხვდებით, ახლა რამე ისეთი კი არ არის თქვათ, მაგრამ აი უბრალოდ მას თითქოს ფიქრობს, რომ აი არ ეპატიება ამ შეცდომის დაშვება, ხო, აი რაღაც, მაგრამ ამ ადამიანთან თქვენ იმდენად გახსნილი ურთიერთობა გქონდათ და იმდენად აი რაღაცა თავისუფალი ურთიერთობა, რომ ნუ აი ვერ ავხსნელ უბრალოდ ვინ არის ეს ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი მდგომარეობა ქონდა თვითონ ადამიანი, თვითონ ეს ადამიანი, რატომღაც იყო ხელფეხშეკრული და რატო იყო ხელფეხშეკრული, მაგას ნახოთ, მაგრამ თითქოს როგორი მომენტია, იცით, მას ძალიან კარგი გამოცდილებაც ჰქონდა, ძალიან კარგი განათლებაც ჰქონდა, ძალიან კარგი შესაძლებლობებიც ჰქონდა, შეიძლება ითქვას, მაგრამ ადამიანი რაღაცნაირად მოდით ესე უფრო ვიტყვი, ვერ რეალიზდა თავის ცხოვრებაში, ვერ გაუკეთა იმ შესაძლებლობებს, ანუ თავისი შესაძლებლობები ვერ გამოიტანა გარეთ, ხო, აი, ხო არიან ადამიანები, რომელსაც ძალიან კარგი განათლება აქვთ, მაგრამ ვერ ახერხებენ ამ თავისი განათლების არ შეუძლიათ, რომ აი ეს რაღაცა გამოიტანონ გარეთ, ხო, რაღაც თითქოს აი ეს რეალიზება ვერ მოახდინა ამ ადამიანმა თავის ცხოვრებაში საკუთარი თავის, რაღაცა ეს მომენტიც არის, ვინ არის. სხვადასხვა ძალიან ესე ვიტყოდი, რომ ესეთი შიშის ფაქტორებიც ჰქონდა. აი რატომ ვერ მოახერხა, ნახეთ რა მომენტი არის. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს ძალიან ეშინოდა ცვლილებების. აი როგორ ვთქვათ, ნახეთ, რაღაც კომფორტის ზონა შეიქმნა ადამიანმა და ამ კომფორტის ზონაში ცხოვრობდა და აი ეს ახალი გამოწვევები, რაღაცა ესეთი ახალი უეცარი ცვლილებები ამ ადამიანთვის ცოტა
რთულად მისაღები იყო და ცოტა ესეთი მარტივად ვერ ეგუებოდა რაღაცა ესეთ კონკრეტულ სიახლეებს, ხო, აი როგორ ვთქვათ, ხო, უცბად ცვალებადობას, აი ხა უცბად ავდექით და ვთქვათ სახლი შევიცვალეთ, ნუ აი ამ ადამიანისთვის რაღაცა ცოტა რთულად დასანახი იყო ეს მომენტი. ისე რომ აი ესეთი ადამიანია, ხა არ ვიცი ვინ გები არ მოიცნო, ვინ მშობელი ამოიცნო, ვინ ნათესავი მეგობარი თუ ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ადამიანი მოვიდა ახლა ჩვენთან სასაუბროდ და ვნახოთ ეს ადამიანი როგორ გხედავთ, ხო? როგორ გხედავთ ეს ადამიანი თქვენ? ეხლა ამ ეტაპზე როგორ ხედავს თქვენს ცხოვრებას, თქვენს თავს? სამწუხაროდ ეს ადამიანი ხედავს იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ თქვენს. ეს არიან ადამიანები, რომელიც თქვათ შესაძლებელია სამსახურში ყავდეთ, ხო, რაღაც ვიღაც სანათესაოში ყავდეთ, ვიღაც სამეგობროში ყავდეთ, ან სამეზობლოში ყავდეთ. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ხედავს, რომ თქვენს გარშემო არიან არაკეთილის მოსურნეები, რომლებიც თქვათ ცდილობენ რაღაცა თავიანთი კეთილი სურვილებით, ესე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში მოგცენ ისეთი რჩევა, რომელიც არც ისე გამოსადეგარია თქვენთვის, ხო? ეს ადამიანი ხედავს, რომ რაღაცა ამ ეტაპზე თითქოს არ გიმართლებს, თითქოს რაღაცნაირად იბრძვით, ცდილობთ, რომ გააკეთოთ ყველაფერი, მაგრამ რაღაცა გაუმართლებლობის მდგომარეობაც არის, ხო? ზუსტად იმ ადამიანებიდან გამომდინარე, რომლებიც თქვენს გარემოთხვეში არიან, ხო? რომლებიც თქვენს, ასე ვთქვათ, ენერგეტიკას აზიანებენ. არა, აი ცით რა არის, ნახეთ, ბაჯოლ ვთქვათ, რა როგორ შეიძლება ყველა ჯადო აკეთოს, არა, ჯადოზე არ არის აქ, უბრალოდ ნახეთ როგორი მომენტი არის. არის, როდესაც ადამიანი უბრალოდ რაღაცა ცუდად გაიფიქრებს თქვენზე, თუნდაც რაღაც ისეთი იმით, რომ აი რატო უნდა უმართლებდეს იმას სულ, ხო? აი თითქოს რაღაცა ცუდი მომენტია, ხო? აი რაღაცა შურის მომენტი, რომ ადამიანი, რომელიც თქვათ არ მუშაობს, ვერ მუშაობს ისე როგორც საჭიროა, რაღაცა თავისი რაღაც მიდის მოდის და თქვათ აქვს 500 ლარი და ამ 500 ლარით შეუძლია რომ ოჯახით შეინახოს, რაღაცა თავსაც მოუაროს და ცოტა ისეთი ლამაზად გამოიყურებოდეს, ხო? არიან ადამიანები, რომელსაც აი ეს მომენტი ჩურს, რომ ეხლა მე მილიონი მაქვს და ვერ მივდივარ იმის დონეზე და ის თითქოს რაღაცა ისე გამოიყურება, ხო? თუნდაც ხო აი არის როდესაც რაღაცა ასე კი ჩემთვის მაგალითად ძალიან ხშირად ვთქვიათ, რომ ასე კი გემატება და რაღაცა უფრო პატარა გოგოსავით გამოიყურები და გამცინებია ხოლმე, ნუ აი რავი, არ გამოვიყურები ჩვეულებრივად რა ასაკისაც ვარ, იმ ასაკისაც გამოვიყურებ. უბრალოდ ცხოვრება მიხარია ის, რომ დილა მითენდება, მაძლევს სამყარო იმის საშუალებას, რომ ვიყო და რაღაცა შევქმნა და რაღაცა გავაკეთო. აი ესეთი მომენტებიც აქვთ ადამიანებს, რომ აი რაღაცა ახალი კაბა გაცვია, ანუ კი, მაცვია, ხო? მაგრამ აშკარად თვალის მომენტი არის, რაღაცა შურის მომენტი არის. იქ ვიღაცა მეზობლის არის, ხო, ყველას მაინდა-მაინც მე ხო არ ვიცახი, რომ მეგობრებში და მაინდა-მაინც ოჯახის წევრებში, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით და ყველამ კარგად ჩავიხედოთ, ვისგან როგორი დამოკიდებულება მოდის, ხო? აი ესე ხედავს ეს ადამიანი, რომ დღეს თქვენ ყავთ ისეთი ადამიანები გოჩი, რომლებიც გაზიანებენ, რომლებსაც თქვენი შურთ, რომლებსაც თქვენი არ უხარიათ, ხო? რაღაც ეს მომენტი არის. იცით როგორ ხედავს კიდე რომ თითქოს რაღაცნაირად აი ხედავთ თქვენ თვითონაც შეიძლება, მაგრამ იმდენად მსუბუქად უდგებით ამ ყველაფერს, აი იცით როგორი მომენტია, ამა რა უნდა დამაკლოს, ან ამისმა თვალმა რა უნდა დამაკლოს, ან აი ხო ხდებით როგორი მომენტი არის აქ, თითქოს აი ხედავთ ყველაფერს, მაგრამ
თავს არ უტყდებით. აი, ხო არის ეს მომენტიც, როდესაც კი მივხვდი, რომ ამ ადამიანს ჩემი არ სიამოვნებ, ჩემი სიკეთე. და მხოლოდ მაშინ არის ჩემს გვერდით, როდესაც მიჭირს. ზოგადად მეგობარიც, ოჯახის წევრიც და ახლობელიც ყველა ბედნიერებაში უფრო კარგად გამოიცდება, ვიდრე გაჭირვებაში. ეს დაინახსოვრეთ, ჩემი რჩევა. იმიტომ რომ მე გამომიცდია ეს მომენტი და ვიცი, რომ ეს ესეა. როცა ბედნიერი ხარ, ძალიან იშვიათ ადამიანებს უხარია თქვენი ბედნიერება, თქვენი შენაძენი, თქვენი წინსვლა, თქვენი წარმატება. მაგრამ როცა გაჭირვებული ხართ, მაშინ ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ქუჩაში გამვლელი, რომელსაც საერთოდ არ იცნობთ, ისიც კი დაგეხმარებათ. ისიც კი გააკეთებს ამას და მით უმეტეს ადამიანებს, რომლებიც სიახლოვეს არის, მათ სხვა გზა არ აქვს და უნდა გააკეთონ. არის ეს მომენტებიც. აი აქ ადამიანი ხედავს იმას, რომ თქვენ ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავთ, ძალიან კარგად ამჩნევთ. ვინ არიან ისინი, ვინც თქვენს გარემოცვაში არ უნდა იყვნენ, მაგრამ თითქოს რაღაცა ძალიან სუბუქად უტკებით ამ ყველაფერს, თითქოს რაღაცა არ გინდათ, რომ თვალი გაუსწოროთ იმ სიმართლეს, რასაც ძალიან კარგად ამჩნევთ. კარგით, კიდე როგორ გხედავთ ეს ადამიანი. ეს ადამიანი თვლის, რომ გინდათ ახლა რაღაცა ახალი დაიწყოთ, ახალი ენერგიები მიიღოთ, ხო? დაიწყოთ შეიძლება თქვენი რაღაცა ბიზნესი, დაიწყოთ თქვენთან პირად ურთიერთობაში რაღაცა ცვლილებები, ხო? შეიტანოთ, ანუ ოჯახის შექმნათ ან რა ვიცი, ვის რა მდგომარეობა, ყოველ შემთხვევაში ცვლილებები მდგომარეობას ხედავთ. თითქოს ადამიანი როგორი მომენტია იცით, დაიწყოთ ერთია, მაგრამ მეორე მომენტია ეს, რომ გჭირდებათ, რომ დაიწყოთ. ნახეთ, დაიწყოთ ახალი და ეს ახალი რას ნიშნავს? ზუსტად აი იმ მდგომარეობას, რომ თქვენს გარშემო არიან არაკეთილი სურვილები და თქვენ ამას არ უსწორებთ თვალს და გაუსწოროთ თვალი და დაიწყოთ თქვენი თავის განვითარება. დაიწყოთ იმ წრის შევიწროვება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენია, ხო? რაღაცნაირად ადამიანი ხედავს იმას, რომ ეხა ამ ეტაპზე გჭირდებათ ის მომენტი, რომ გაფილტროთ თქვენს გარშემო, თქვენს სიტუაციაში, ვინ, რა, როგორ და რანაირად არის, ხო? კიდე რას ხედავს? აი, ზუსტად ეხლა რასაც ვამბობდი, კიდევ ერთი არკანით დამიდასტურა. აი, შეცვალოთ, დაასრულოთ, დრო მოვიდა, რომ მიიღოთ ძალიან მყარი საჭირო გადაწყვეტილებები. დრო მოვიდა იმის, რომ შეცვალოთ ის მდგომარეობა, რომელიც დღესდღეობით თქვენთან არის. ის რომ წინ ვერ მიდიხართ, ის რომ არ გამოდის რაღაცები, ის რომ ნდობა ბევრჯერ გაგიწბილეს, ის რომ ყველაფერი თქვენი საკეთებელია, მოვიდა დრო, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ რახან მაინც თქვენი საკეთებელია, ბოლომდე თქვენ აიღოთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე, ჩაიხსნათ, შეხედოთ რეალობას, რა ხდება თქვენს თავს, დაიწყოთ განახლება ენერგიების, დაიწყოთ განახლება მდგომარეობის, დაიწყოთ გადაფასება თქვენი ცხოვრების და მიიღოთ ის გადაწყვეტილებები, ის მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ძალიან საჭიროებს ეხლა ამ ეტაპზე თქვენთვის
იმისთვის რომ წინ წახვიდეთ, იმისთვის რომ შექმნათ რაღაცა და იყოთ ბედნიერი, ხო? თუნდაც მესმის ის მომენტიც, რომ ესე უცბად ვერავის ვერ ჩამოიხსნის და ესე უცბად კი, მაგრამ ნახეთ, შეწყვეტეთ ესეთ ადამიანებთან თქვენი ცხოვრების განხილვას. შეწყვეტეთ ესეთ ადამიანებთან თუნდაც გულის ტკივილის გამოთქმას, რომ აი თქვათ რაღაცა არ გამოგდით ან რაღაცა ისეა, აი ყველაფერი შეწყვეტეთ. ეცადეთ, რომ ესეთ ადამიანებს თქვენი არც კარგი ამცნოთ და არც ცუდი ამცნოთ. და ნელ-ნელა მერე უკვე ისინი თავისითაც ჩაიხსნებიან. ვიღაცების ჩახსნა თქვენც მოგიწევთ, მაგრამ აი ზუსტად ეგ ადამიანები არიან, რომლებიც რასაც ვამბობ, იმას ვიღებ კიდევაც. ზუსტად ეს ადამიანები არიან თქვენი გაჩერების, თქვენი დაპაუზების, თქვენი ახლა უბედურების ხო ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ნახეთ უიღბლობის, გაუმართლებლობის მდგომარეობა. ზუსტად ეს საზოგადოება არის თქვენთვის ძალიან დამაზიანებელი, ესე რომ ვთქვათ. კიდე როგორ ხედავს? ნახეთ როგორ ხედავს. თქვენ თუ მოდით ესე დავიწყოთ. თქვენ თუ აი ამ ადამიანებს, რომლებიც თქვენ გიშლიან ხელს, რომ და არ აღიარებთ ამ ყველაფერს. თქვენ თუ ამ ყველაფრის ცვლილებას დაიწყებთ. მაქსიმალურად გაფილტრავთ, მაქსიმალურად აღიარებთ და აი ამ მიიღებთ ამას ყველაფერს. თქვენ ეხლა რა მდგომარეობაც გაქვთ, ჩაკეტილი, გაუმართლებლობა, პირადში დაულაგებლობა, ფინანსური პრობლემა, რაღაცა ქაოტური და ქაოსური მდგომარეობა, აი ამ ყველაფერს თქვენ თუ დაამთავრებთ, თქვენ თუ მიიღებთ ამ სიტუაციას, რომ ეს გარდაუვალი არის იმისთვის, რომ გააკეთოთ, გარდაუვალი არის, რომ აუცილებელიც არის, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ, აი მერე უკვე თქვენ გექნებათ ის მდგომარეობა, თქვენს ცხოვრებაში შემოვა სამსახურიც, რომელიც თქვენთვის მისაღები იქნება. ეხლა შეიძლება გქონდეთ სამსახური, მაგრამ ვერ გრძნობდეთ თავსი კარგად. არ ფასდებოდეს თქვენი მატერიალური მდგომარეობით, ხო, რაღაცა არ გიფასდებოდა თქვენი შრომა. პირადი ურთიერთობა, სადაც ორი ადამიანის საკეთებას თქვენ აკეთებთ. ან შესაძლებელია სულაც არ გაქვთ პირადი ურთიერთობა, ხო? რაღაც ვერ ლაგდება. აი ეს ყველაფერი გაქრება და აი თქვენს ცხოვრებაში შემოვა ახალი შესაძლებლობები, წარმატება, წინადადებები, რომელიც იქნება თქვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის 180 გრადუსით, რომელიც თქვენს შინაგან განწყობას შეცვლის, ხო? მგონი ჯობია რომ დავუჯეროთ წინაპრებს, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ისე არის. კიდე რას გეტყვის? აი, თქვენს ცხოვრებაში იქნება წარმატება, ოჯახი, სტაბილურობა, სითბო, სიყვარული, ის ენერგიები, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ენერგიები მარტო თქვენთვის არა, ნებისმიერ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ნახეთ, თქვენი წინაპრები ხედავენ იმას, რომ ის მდგომარეობა, რომელიც თქვენს გარშემო ტრიალებს, ეს არის კონკრეტული ადამიანების და სიტუაციების ჩახსნის მდგომარეობისთვის.
აუცილებელია რომ მიიღოთ ყველანაირი გადაწყვეტილება და მიიღოთ ყველანაირი რჩევა. იმიტომ რომ თქვენს ცხოვრებაში შეხედავთ როგორ დაალაგდება და როგორ იქნებით უკვე წარმატებული, ბედნიერი, სტაბილური, როგორ შექმნით ოჯახს, ხო, თქვათ თუ ოჯახი გყავთ უკვე როგორ დათბება იმ ოჯახში ურთიერთობები, როგორ გადაინაწილებთ ერთმანეთის ვალდებულებებს. რომ ეს აღარ იქნება რუტინა თქვენს ცხოვრებაში, ხო? როდესაც დაინახავთ რომ თქვენ სამსახურში მისვლა კი აღარ გეზარებათ, არამედ გიხარიათ, იმიტომ რომ იცით რომ თქვენ ჩადებული შრომა იქნება დაფასებული. ანუ ადამიანი რომელიც ჩვენთან მოვიდა სასაუბროდ, ხედავს რომ გჭირდებათ გაფილტვრა, გჭირდებათ განახლება, გჭირდებათ სიმშვიდის პოვნა და აი ამ სიმშვიდის პოვნა იწყება საკუთარი თავიდან, გარემოცვის გაფილტვრიდან, სიტუაციების გაფილტვრიდან, რა უფრო მნიშვნელოვანია, როგორ არის უფრო მნიშვნელოვანი, ნახეთ, თქვენს თავზეც იფიქრეთო. აი ეს უნდა რომ გითხრათ ყველაზე მოკლედ რომ ვილაპარაკო, ხო? ადამიანი რომელიც მოვიდა სალაპარაკოდ ჩვენთან, გეუბნებათ გარდაცვლილი ადამიანი რომ შენს თავზეც იფიქრე. გჭირდება განახლება. ვიღაცისთვის შეიძლება ეს განახლება ის მომენტიც იყოს, რომ უბრალოდ ცოტა ხანი დაისვენოთ ყველასგან და ყველაფრისგან. უბრალოდ ცოტა ხანი გაერიდოთ ყველას და ყველაფერს და ნახავთ, ვინ დარჩება თქვენთან და თავისით ძალაგდება ყველაფერი, ხო? არის ეს მომენტი. აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა. მე გისურვებთ ყოველთვის გყავდეთ ისეთი ადამიანები გვერდით, ვისაც თქვენი ბედნიერება უხარია, რომლებიც თქვენი სიხარულით ხარობენ და გისურვებთ სიმშვიდეს, სტაბილურობას, სითბოს, წარმატებულ კარიერას და ბედნიერ ურთიერთობას. დროებით.